უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. ღონისძიება ანსამბლების ერისიონისა და ტუმორის გალა კონცერტით გაიხსნა. ქართული კულტურის დღეები საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიება უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა. თეატრის დარბაზში ქართულ უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ოზოდბეკ ნაზარბეკოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში დავით კოტარია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები. კულტურის დღეები დღევანდელმა დღემაც და ამ დღეებმაც ზოგადად გვაჩვენა, რომ უმნიშვნელოვანესი პროექტია, იმიტომ რომ ეს არის დაახლოების, ხიდების მართლაგადების, გამყარების და თაობიდან თაობაზე გადაცემის საშუალება. დარბაზები იყო სავსე ემოციებით და ბედნიერებაა ისიც, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ანსამბლებმა აი ეს ხიდი აჩვენეს სრულიად ახალი რაღაც ესეთი კოლაბორაციით შეიძლება ითქვას. წარმოდგენილი იყო გამოფენები, კინოჩვენებები და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაახლოებს ჩვენ ხალხს, გააჩენს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ასპექტში ჩვენ ქვეყნებს შორის იყოს მეტი ინტერესი, იყოს მეტი კავშირი და ეს კავშირი იყოს მყარი. ვიხარია და ბედნიერები ვართ, როცა ესე ღებულობს მაყურებელი და როცა ესეთი ოვაციებია. ეს ქართული სიმღერის, ქართული ცეკვის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის კიდევ ერთი გამარჯვება ამ საოცარ ქვეყანაში. და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა მაყურებელს ასეთი თბილი მიღებისთვის. და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის წარდგენას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარგვეჩინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართული სიმღერა, ცეკვა, ჩვენი კულტურა. 11 წელი ვიცხოვრე საქართველოში, დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ქართული და უზბეკური დღეები და ეს ღონისძიება და მაგიტომ გავაკეთე ეს 14 ნახატები, სადაც არის სვანეთზე ნახატები, ძველი თბილისზე, ასევე ნატურმორტები